საქართველოშიც რა უნდა გავითვალისწინოთ ნაყინის შეძენისას სურსათის უნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა შემოგვერდა. მარიამ დილამშვიდობისა მარიამ მოგვანატრე თავი ძალიან აქვე აღნიშნა და დავიწყოთ თემაზე საუბარი ნაყინი. გიყვარს ნაყინი? ვის არ უყვარს? მე დიდად ტკბილეულის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ნაყინი არის ის. აი მე პირიქით ვარ. ტკბილეული მიყვარს, მაგრამ ნაყინი რატომაც არც ისე. მაგრამ მაინც რა უნდა იქნებ მომიწია შეძენა დაფასებული ნაყინის. აი რა უნდა გავითვალისწინო დაფასებული ნაყინის შეძენისას. მივესალმებით ჩვენს მაყურებელსაც. პირველ რიგში რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ჰიგიენური სავაჭრო გარემო. სად იყიდება ნაყინი? ხო, ის მაცივარი, რომელშიც მოთავსებული აუცილებლად უნდა იყოს ძალიან სუფთა, არ უნდა იყოს ყინული სქელი ფენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხან ითიშება მაცივარი, ხან ირთვება და შესაბამისად ყინულის ფენები წარმოიქმნება. რა თქმა უნდა, პროდუქტი უშუალოდ ნაყინი არ უნდა იყოს დაზიანებული, მისი შეფუთვა უნდა იყოს სრულყოფილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვაკუუმი არ იყოს დარღვეული. მაცივარში ტემპერატურა მნიშვნელოვანია, რომ იყოს -18-ზე დაყენებული, თუ ეს არის დახურული მაცივარი, ღია მაცივარში დასაშვებია -12 გრადუსი, თუმცა ტემპერატურული კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად შესაბამის თერმომეტრი უნდა იყოს მოთავსებული მაცივარში, რის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, ხო, ტემპერატურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, შეფუთვა არ უნდა იყოს გაბერილი ზედმეტად, შესაძლოა ბაქტერიულ დაბინძურებასთან მქონდეს საქმე, ან საფურავის ფერმენტაციასთან, რაღაც გაზწარმოქმნის პროცესთან. შეფუთვა თუ გაბერილია, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც დიახ, რაღაც რიგზე ვერ არის. სავარაუდოდ ეს არის ბაქტერიული დაბინძურება, ან შესაძლოა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში არასასურველი, ასე რომ ასეთი პროდუქტი უმჯობესია არ შევიძინოთ. და გარდა ამისა, დეფორმირებული არ უნდა იყოს თავად ნაყინი. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა არის აქაც, რადგან წარმოების ბოლო ეტაპზე -18 გრადუსი არის მოთავსებული ნაყინი და ზუსტად ასეთივე ფორმით უნდა მოვიდეს ჩვენამდეც. ტრანსპორტერების დროსაც დაცული უნდა იყოს ეს ტემპერატურული რეჟიმი და რა თქმა უნდა სამაცივრო პირობებშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გააღვა და გაიყინა ეს უკვე რა თქმა უნდა, მით უმეტეს თუ ნედლ რძეზე არის დამზადებული. ასეთ შემთხვევაში ბაქტერიული მავნე მიკროორგანიზმების გამრავლების რისკი რა თქმა უნდა ძალიან მატულობს. ამიტომ ნაყინი არის ცივი პროდუქტი, თუ ნედლ რძეზე არის დამზადებული, მით უმეტეს უფრო მეტად სარისკო შეიძლება იყოს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის თვალსაზრისით, თორე ხარისხობრივად რა თქმა უნდა ბევრად მაღალია, ამაზეც ვისაუბრებთ. ამიტომ ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ეტაპზე. კი ბატონო, მარიამ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან აი ინდუსტრიულად წარმოებული ნაყინი და აი ხელნაკეთი ნაყინი მაგალითად ერთმანეთისგან და აი რა საფრთხეები არსებობს და თუ არსებობს ზოგადად ხელნაკეთის შემთხვევაში? ხელნაკეთი ჩამოსასხმელსაც გულისხმობს და ჩამოსასხმელიც და ამავდროულად სახლში მომზადებული. პირველ რიგში რა დიდი სხვაობა არის ეტიკეტი. ჩვენ ვერ ვხედავთ ეტიკეტს, როდესაც ჩამოსასხმელი არის ნაყინი, თუ არ მოვითხოვეთ შეგნებულად და შეიძლება არც იყოს ადგილზე კვების ობიექტზე. ეს არის დარღვევა, ეტიკეტი ნებისმიერ პროდუქტთან უნდა ახლდეს. ეტიკეტზე პირველი რასაც ყურადღებას ვაქცევთ, აი სხვაობა რა არის? აი ჩამოსასხმელ ნაყინს შორის რასაც ვერ ვხედავთ და ინდუსტრიული წარმოების, ხო? ეს არის შემადგენლობა, რა თქმა უნდა. შემადგენლობაში თუ ნედლ რძეზე არის დამზადებული ნაყინი და ძირითადად ჩამოსასხმელი ნაყინები ნედლ რძეზე დამზადებული არ არის, ეს მაშინ პროტეინის კარგი წყაროა. უკვე სასარგებლო პროდუქტად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მისი მთავარი ინგრედიენტი რძე არის. რა თქმა უნდა, თუ ჰიგიენის წესები არის დაცული საწარმოში, ჰასპის და სურსათის უნებლობის სისტემები დანერგილი და ასე შემდეგ. ხო, ეს ამ შემთხვევაში იგულისხმება. მეორე შემადგენლობაში, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, ესე რა თქმა უნდა, ინგრედიენტების ჩამონათვალი, რასაც ჩვენ ჩამოსასხმელ ნაყინში ვერ ვხედავთ. ინგრედიენტების ჩამონათვალში ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორც თქვენ ნედლ რძეზე არის დამზადებული, თუ აღდგენილ რძეზე არის დამზადებული, ასევე მცენარეულ ცხიმებს შეიცავს თუ რძის ცხიმს შეიცავს, ესეც მნიშვნელოვანია, ესეც უკვე ხარისხობრივად მაჩვენებს, მე რამდენად ხარისხიან პროდუქტს მივერთმევ. აგრეთვე თუ შეიცავს შოკოლადს, მაშინ კაკაოს ცხიმი უნდა იყოს მასში და არა თქვათ რამე სხვა ცხიმი, ხო, პალმის ცხიმზე მაქვს უფრო მეტად ლაპარაკი და ასე შემდეგ, დიახ. და ემულგატორები რა თქმა უნდა და საკვებ დანამატები. ზოგადად ნაყინი არის მრავალკომპონენტიანი პროდუქტი, ვიცით და მან რომ ფორმა შეინარჩუნოს, მისი ვარგისენობის ვადა რო ხანგრძლივი იყოს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა
საკვებ დანამატების გარეშე ძალიან რთული იქნება ასეთი პროდუქტის დამზადება. მაგრამ არსებობს თუ არა რაღაც კონკრეტული კონსერვანტები იქნება თუ სხვა შემადგენელი ნივთიერება, რომლის გამოყენებაც აკრძალულია ზოგადად. რაც აკრძალული ეს არც გამოიყენება და ეტიკეტზე შესაბამისად არც დაიწერება, მაგრამ რას უნდა ვერიდოთ? ეს არის ხელოვნური საღებავები, რომლებიც პირდაპირ უარყოფითად მოქმედებენ ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობას. ეს არის IAS-2, IAS-10, IAS-24. IAS-2 არის ტარტრაზინი, საღებავი არის ეს ხელოვნური, რომელიც არ მხოლოდ ნაყინებში, არამედ ნებისმიერ ტკბილეულში, ლიმონათებში შეიძლება შევხვდეთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეტიკეტს. აუცილებლად ამოვიკითხოთ, პირდაპირ აწერი ამას მწარმოებელი ვერ მალავს, იმიტომ რომ ეტიკეტირების წესი ავალდებულებს მას კანონმდებლობა რომ დაიტანოს. პირდაპირ აწერია ხოლმე, რომ შესაძლო უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობაზე. ამიტომ მიაქციოთ ყურადღება. და ასევე კონსერვანტები I200, I300 ჯგუფის კონსერვანტები არ არის სასურველი და უჯობესია რომ ასეთი პროდუქტი არ შევიძინოთ. გარდა ამისა არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმებს, რომელიც ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციის დროს, ცხიმის ჰიდროგენიზაციის დროს წარმოიქმნება და გულსდელთა დაავადების რისკს საკმაოდ ზრდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2%-ზე მეც არ უნდა შეიცავდეს 100 გრამ პროდუქტში, ესეც მნიშვნელოვანია, თუ შეიცავს ტრანსცხიმებს, ეტიკეტზე ყოველთვის არის მითითებული და ამიტომ აუცილებელია, რომ წავიკითხოთ ეტიკეტი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შენახვის ვადები და დამზადების თარიღი უნდა იყოს მითითებული. საერთოდ ნაყინის შენახვის ვადა 6-დან 12 თვემდეა ხოლმე, თუ ხილოვანი ნაყინია შეიძლება 4-დან 8 თვემდე იყოს. გააჩნია რომელიც სახეობის ნაყინია, უბრალოდ ჩვენ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ეტიკეტზე, რომ შენახვის ვადა არ იყოს. ალბათ აი ამ კონსერვატებს და საღებავებს ეგრეთ წოდებული სამარხვო ნაყინები იყიდება ხოლმე მაღაზიებში. დიახ, მეტად შეიძლება შეიცავდეს, იმიტომ რომ ეს არის წყალი და კონცენტრანტი, ხო? სხვა არა, ნაყინის არაფერი აქვს. დიახ, აი ნახეთ როგორც თქვი, ნაყინის ძირითადი ღირსება რა არის, ხო? და რა შემთხვევაში არის სასარგებლო და კარგი და ხარისხიანი პროდუქტი, როდესაც მზადდება ნედლრწეზე, როდესაც არის მცენარეული ცხიმები, არამედ ცხოველური ცხიმები გამოყენებული იგივე რძის ცხიმი, ნაკლებ კონსერვას შეიცავს, არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს და გემოს არომატიზატორებს, გამაძლიერებს. ეს არის ნატრიუმის გლუტამატი I621 არის ესეთი საკვებ დანამატი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. ეს შეფუთვა რაც შეეხება და გახსნამდე რაც შეგვიძლია ერთი თვალით რა შევხედოთ. ხოლო გახსნის შემდეგ ნახეთ პირველ რიგში, როგორც თქვი, დეფორმირებული არ უნდა იყოს. მეორე რიგში, თუ მალე დაიწყო ღობა, მაგალითად შოკოლადმა, რომელიც გარს აკრავს, ხო? ეს პირიქით კარგია. ესე იგი, სავარაუდოა, რომ მასში კაკაოს ცხიმი არის რეალურად და არა მაგალითად პალმის ცხიმი, იმიტომ რომ კაკაოს ცხიმის დნობის ტემპერატურა არის 36 გრადუსი, პალმის ცხიმის შედარებით მაღალი და ამიტომ უფრო მალე ლღვება კაკაოს ცხიმი. ისედაც, როდესაც პროდუქტი თავად ნაყინი ლღვება, სითხე ცალკე არ უნდა გამოეყოს. ესეც მნიშვნელოვანი. და ნაყინის მირთვას ერთგვაროვნად ფორმა არ უნდა დაკარგოს, დიახ. და როდესაც ნაყინს მივირთვეთ, მასში ფენებად არ უნდა იყოს ყინულის ფენები. ასე ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ გალღვა გაიყინა და ასე ვთქვათ, ალბათ საინტერესოა იმის მიუხედავად, რომ თქვათ ნედლრწეზე შეიძლება იყოს დამზადებული პროტეინების წყარო იყოს და ასე შემდეგ. ცოტა რთულია ხოლმე ბავშვებს მით უმეტეს განუსაზღვრო რამდენი უნდა მიირთვან, იმიტომ რომ უზომოდ მოძდით ხოლმე ხან. არის ასეთი ნორმები, ვთქვათ, რამდენი ნაყინი შეიძლება მივირთვათ დღეში, თუნდაც ჩაქრის რაოდენობიდან გამომდინარე, რომ ეს როგორც ბავშვისთვის, ასევე ზრდასრულისთვის არ იყოს მავნებელი. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულ პროდუქტებზე არ არის ხოლმე რეკომენდაცია, მაგრამ არის შაქარზე. პირველი რისიც გვეშინი არის საკვებ დანამატები და შაქარი, ხო, ზედმეტი რაოდენობა და საღებავები, როგორც თქვი. 4 წლამდე საერთოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის 4 წლამდე დამატებული შაქარი სუფთა საქაროზა რაც არის, ხო? არ არის რეკომენდირებული. მე არის 4-დან 6 წლამდე უკვე გრამები გათვლილი, თქვათ 7 ჩაის კოვზე, მე 6-დან 10 წლამდე 8 ჩაის კოვზე და ზრდასრული ადამიანისთვის 10 ჩაის კოვზე. ეს შეიძლება 10 ჩაის კოვზე ვიღაცას ბევრი ჩვენს, მაგრამ მე არ გულისხმობ მხოლოდ ჩაიში დამატებას ან რაღაცა. იმედენად ბევრ პროდუქტში არის დამალული შაქარი, რომ ჯამში დამიჯერეთ, ბევრად ვერც მოვიხსნა. მაგრამ ეს უკვე სპეციალისტთან ალბათ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მიხედვით თავად გვეტყვიან და ბოლოს ძალიან მოკლედ რომ გითხრა, მარიამ, თუ დაუშვათ
აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც გარკვეული დარღვევები შეინიშნება ამა თუ იმ მაღაზიაში და ჩვენი რაღაც წილი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვიჩინეთ. რას ვაკეთებთ ამ დროს? ძალიან კარგი კითხვა მიყვარს. 15:01 ეს არის გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი და რა თქმა უნდა ჯგუფი მივა ადგილზე შეამოწმოს და თუ რამე დარღვევა ის პარტია მთლიან დამოყებული იქნება ბაზრიდან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, საჭირო ინფორმაციისთვის. ჩვენი გრილი და გემრიელი ზაფხულის